რატომ ხედავს რისკებს სავალუტო ფონდი დეველოპერების შიდა დაკრედიტებაში ამ და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით დონორებისაგან მიღებული სესხების დაბალი ათვისების ქვეყანამ დამატებით 5 მილიონ ლარამდე გადაიხადა. 2025-ში საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 5%-ით შემცირდა, წმინდა მოგება კი გაორმაგდა და 153 მილიონ ლარს მიაღწია. ჯორჯიანი არვაისი თბილისი ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს, ბილეთის ღირებულება 342 ლარიდან იწყება. რძის მწარმოებელთა ასოციაციაში ფიქრობენ, რომ მხოლოდ ეტიკეტირება ნედლზესა და რძის პროდუქტებზე მოთხოვნას ვერ გასცდის. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. საქართველოში კაპიტალური პროექტების შესრულების ტემპი კვლავ გამოწვევად რჩება, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში წერია, კაპიტალური პროექტების ფაქტობრივი დანახარჯების გეგმიდან გადახრა ტენდენციური ხასიათის არის. ჩატარებული 2015-25 წლების ანალიზით წლიდან წლამდე ადგილი აქვს როგორც ნულოვანი, ასევე დაბალი ათვისების მქონე პროექტების არსებობას. როგორც საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების მთავრობის ანგარიშზე აუდიტის მოხსენებაში წერია, დადებითად უნდა შეფასდეს 2024-25 წლებში მნიშვნელოვნად შემცირებული ნულოვანი ათვისების კაპიტალური პროექტების წილი, თუმცა 80%-ზე დაბალი ათვისების პროექტების წილი 2025 წლისთვისაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია. აუდიტის ინფორმაციით პროექტების დაბალი ტემპით განხორციელება და კრედიტის აუთვისებლობა საბოლოოდ ქვეყანას სესხის მომსახურებას უძვირებს, როგორც ირკვევა. აღნიშნულ სესხებზე 2025 წელს გადახდილია 4,7 მილიონი ლარის ვალდებულებების გადასახადი, 2024 წელს კი ამ მიმართულებით 4 მილიონი ლარი იყო გადახდილი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე იპოთეკურ სესხებზე რეგულირების შემსუბუქებას და დეველოპერების შიდა განმადებების სქემაში გარკვეულ რისკებს ხედავს. როგორც IMF-ის მიერ მომზადებულ საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვის ანგარიშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში დეველოპერების მიერ კვაზი იპოთეკური სესხების გაცემა სწრაფად გაიზარდა. ფონდი მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე პოტენციური რისკების შესამცირებლად ეროვნული ბანკის ზედამხედველობის არეალში უნდა მოექცნენ დეველოპერების შიდა განმადებების პრაქტიკაც. იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილია შიდა განმადებების წილი, გარკვეულ რისკებს შეიცავს, თავად დეველოპერების ნაწილით საუბრობს. უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ რა რისკებზე მიუთითებს სავალუტო ფონდი და როგორია ბიზნესის შეფასებები. ნუცა შუბაშვილმა მოიკითხა ეს თემა და ამ დეტალებს ახლა პირდაპირ ეთერში გაგვიზიარებს, ნუცა გისმენთ. ნინო მოგესალმებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ პოტენციურ რისკებზე საუბრობს, როგორც IMF-ის მიერ მომზადებულ ანგარიშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში დეველოპერების მიერ კვაზი იპოთეკური სესხების, ანუ იგივე შიდა განმადებების გაცემა სწრაფად გაიზარდა, რის საპასუხოდაც ეროვნულმა ბანკმა იპოთეკურ სესხებზე რეგულაციები შეარბილა. ფონდი აღნიშნავს, რომ იპოთეკურ დაკრედიტებაზე სტანდარტების შემსუბუქებამ შესაძლოა ფინანსური სტაბილურობის რისკების შექმნას, განსაკუთრებით საცხოვრებელი ბინების ფასების მკვეთრი კორექტირების აქედან გამომდინარე სავალუტო ფონდმა გასცა რეკომენდაცია, რომ დეველოპერებზე ეროვნული ბანკის ზედამხედველობა გაფართოვდეს იმ შემთხვევაში, თუ კი მათი საქმიანობა ფინანსურ შუამავლობად ჩაითვლება. იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილი შიდა განმადებების წილი გარკვეულ რისკებს შეიცავს, თავად დეველოპერების ნაწილით საუბრობს, როგორც მაგალითად კომპანია იბერკომპანიაში აცხადებენ, ბაზარზე გაზრდილი კონკურენციიდან გამომდინარე, შიდა განმადებების ინსტრუმენტი ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია, რითიც დეველოპერები გაყიდვებს ასტიმულირებენ. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა, რაც დეველოპერების შიდა განმადებებს უკავშირდება, იმაში მდგომარეობს, რომ უცნობია, რა კრიტერიუმებით გასცემენ ისინი ამ ტიპის სქემებს და ზოგადად რა მოცულობისაა დღეს ქვეყანაში შიდა განმადებების პორტფელი. აქედან გამომდინარე, ლევან დიასამიძე მიიჩნევს, რომ ბაზარზე გარკვეული კრიტერიუმები მართლაც შემოსაღებია, თუმცა მისი თქმით, ეს არ უნდა იყოს ეროვნული ბანკის ფართო რეგულირება. დეველოპერების მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შიდა განმადებებთან დაკავშირებულ რისკებს მეტწილად აზღვევს ბანკების კორპორატიული დაკრედიტება, როგორც მაგალითად საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოში აცხადებენ ის დეველოპერები, რომლებიც პროექტებს საბანკო დაფინანსებით აშენებენ, სხვადასხვა რისკების მიმართ მეტნაკლებად დაზღვეულები არიან. აქ არის დასაჭერი საკმაოდ სერიოზული და სწორი ზღვარი. პირველი თვლი, რომ უნდა გაკონტროლდეს გარკვეულწილად და შეიძლება გამოვყოთ კვალიფიციური დეველოპერული კომპანიები იმისათვის, რომ მომხმარებელი დაცული გყავდეს. აქ კრიტერიუმი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი, დავავალდებულოთ კვალიფიციურ დეველოპერებს, გამოაქვეყნოთ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა, თავიანთი აქტივების მდგომარეობა.
ეს იმისთვის, რომ დარწმუნებული იყოს მომხმარებელი, რომ მისი ეს შენაძენი დასრულდება და შედგება როგორც პროდუქტი. და მეორეს მხრივ, აი ამ შემთხვევაში გაჩნდება უკვე კონტროლის მექანიზმი და შევიქმნით წარმოდგენას კვალიფიციურ და რეპორტზე პასუხისმგებელ, ესე ვთქვათ, კომპანიებს, ისინი გააკეთებენ ინფორმირებას და გვეცოდება რა პორტფელზე ვსაუბრობთ. რისკები ზოგადად შიდა განმეორების გამოყენების პროცესში უდგებათ უფრო ისეთ კომპანიებს, რომლებსაც არ აქვთ ფინანსური მენეჯმენტის მაღალი, ესე ვთქვათ, დონე. იმიტომ რომ ფინანსურად პროექტის დაგეგმვის დროს წინასწარ როდესაც ხდება ხშირად ბევრი სცენარი უნდა იყოს გათვალისწინებული და ჩვენ მაგალითად როდესაც ვიგეგმებით ახალი პროექტის დაწყების პროცესში, პროექტიდან გამომდინარე გრეა ყოველთვის ადგენს შესაბამის განვადების სქემებს, იქიდან გამომდინარე თუ რა ფინანსური საჭიროება უდგას კომპანიას. ვფიქრობ, რომ თვითონ საბანკო ხელშეკრულება კორპორატიული სექტორის ნაწილში საკმაოდ დიდ რეგულაციას ახდენს დეველოპერის საქმიანობის და ნებისმიერი ბიზნესმენი, ესე ვთქვათ, რისკებს თავის ბიზნესის წარმოების პროცესში მაინც უფრო თავადიდებს. ისე რომ ესეთი ზედმეტი რეგულაცია ამ ნაწილში ცოტა ფულად წარმომიდგენია მე პირადად. საინვესტიციო ბანკებში კი აცხადებენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე პოტენციური რისკების შესამცირებლად თავარი გზა ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების ტემპის შენელებამ და მისი ჯანსაღი მოთხოვნის მაჩვენებელთან დაახლოებამ. როგორც გალტენ ტაგარტის სექტორული კვლევების უფროსი აღნიშნავს, ბოლო 7 თვის განმავლობაში მშენებლობის ნებართვების კლება ფიქსირდება, რაც დადებითი სიგნალია მიწოდებასა და მოთხოვნას შორის დაბალანსების მიმართულებით. ერთი მხრივ ეს მოთხოვნას ასტიმულირებს, თუმცა მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, თვითონ დეველოპერულ სექტორში რისკებსაც ზრდის. პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს საქმიანობა არ არის პირდაპირ დეველოპერებისთვის პირველადი საქმე და ეს პროდუქტი შეიძლება ითქვას, რომ ბანკებისთვის ბევრად უფრო კომფორტულად სამუშაო არის, თუმცა დღეს ბაზარი იმ ეტაპზეა, სადაც ბანკის საკრედიტო პროდუქტს ძალიან გაუჭირდება, რომ დღევანდელი მოცემულობით კონკურენცია გაუწიოს იმ შეთავაზებებს, რაც დღეს დეველოპერების მხრიდან გვაქვს. თუ რა შეიძლება მოხდეს სამომავლოდ, პირველ რიგში ვიტყოდი, რომ მიწოდების მხარეს აუცილებელია, რომ გაგრძელდეს ის კლება, რაც ბოლო 7 თვეა მიმდინარეობს. წინა წელს აქტიურად ვსაუბრობდით, რომ გაზრდილი მიწოდება ამ რისკებს კიდევ უფრო ზრდის და კარგი სიგნალია ის, რომ ბოლო 7 თვეა გაცემულ ნებართვებში წლიური კლება ფიქსირდება და ვფიქრობ, რომ მინიმუმ წლის განმავლობაში ასე უნდა გაგრძელდეს. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის ანგარიში ასევე მოცემულია თავად საქართველოს მთავრობის პოზიციაც და დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთავრობის მხრიდან ხაზი გაესვა იმას, რომ დეველოპერები არ კლასიფიცირდებიან როგორც ფინანსური შუამავლები და რომ განვადებით გადახდის სქემები ტექნიკურად არ კვალიფიცირდება სესხებად, რაც ზღუდავს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ უფლებამოსილებას. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე უძრავი ქონების ბაზარზე რაიმე მიმართულებით დამატებითი რეგულაციების შემოღებას არ განიხილავს. მადლობა ნუცა, სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე ნუცა შობაშვილი საუბრობდა. საქართველოში ფეროშენადნობების მწარმოებელი მცირე და საშუალო კომპანიების ნაწილმა მუშაობა შეეჩერა. დარგის წარმომადგენლების განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე არსებული არასახარბიელო ფასების და ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის ფონზე ოპერირება წამგებიანი გახდა. ელექტროენერგიაზე მაღალი ტარიფი გამოწვევა ფოლადის მწარმოებლებისთვისაც. კერძო სექტორში ამბობენ, რომ საწარმოების ნაწილი მეტალურგიულ სექტორში გაჩერებულია, ან მცირე დატვირთვით მუშაობს. რა ტენდენციებია დარგში, რომელიც ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო საქონლის აწარმოებს და სახედავს ბიზნესის შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს. ელენე გოგბერაშვილი გვერდდება კერძო სექტორის შეფასებებით. ელენე გისმენთ. ნინო, ფეროშენადნობების ინდუსტრია უკვე მეხუთე წელია კრიზისშია. საქართველოში არსებული 20-მდე საწარმოდან მხოლოდ 2 მუშაობს სტაბილურად. ეს არის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ჭიათურ მანგანუმი. დარგობრივი ასოციაცია ამბობს, რომ საწარმოების დაახლოებით 80% 15-მდე მცირე და საშუალო ქარხანა გაჩერებულია. პროდუქციის გასაყიდი ფასი მსოფლიო ბაზარზე დაბალია, მაშინ როცა საქართველოში მისი წარმოების თვითღირებულება გაცილებით ძვირიჯდება. ნუგზარ კევლიშვილის განმარტებით საწარმოებისთვის ელექტროენერგია გაძვირდა, რაც წარმოებას
წამგებიანს ხდის. წინა წლებში სახელმწიფო საწარმოებს ენგურ ჰესის შეღავათიან იაფ ელექტროენერგიას აწვდიდა, რაც წელს აღარ მოხდა. ენერგოპროჯორჯიას მიერ ტარიფების გაზრდამ კი მცირე და საშუალო საწარმოების მუშაობას აზრი დაუკარგა. შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია ჯორჯიან მანგანეზი, რადგან მას საკუთარი ჰიდროელექტროსადგური აქვს. ფეროშინადობების სექტორისთვის მთავარი პრობლემა მაინც ენერგორესურსების ფასია. იმისთვის რომ წარმოება მინიმუმამდე მაინც აღდგეს, სექტორს მიაჩნია რომ საჭიროა საერთაშორისო ფასის მინიმუმ $100 გაზრდა ან ელექტროენერგიაზე შეღავათების დაწესება. ამას უკვე დაემატა ენერგოპროჯორჯიას მიერ მოწოდებული გაზრდილი ფასით ელექტროენერგია და ეს ნეგატიურად აისახება, რა საყურველია და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა არის ზაფხულის პერიოდი, როდესაც იაფი ელექტროენერგია უნდა გქონდეთ საწარმოებს და შემოდგომას და ზამთრის პერიოდში კიდევ უფრო გაიზრდება ელექტროენერგიის ფასი ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო მძიმეს გახდის ვითარებას დარგში. ანალოგიური სიტუაცია მეტალურგიის სექტორში. საქართველოში 3 ძირითადი მსხვილი საწარმოა, წარმოების დაახლოებით 60% კი გაჩერებულია. როგორც ელექტროენერგიის მომხმარებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მერაბ ლომინაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, 3 საწარმოს ჯამური სიმძლავრე თვეში დაახლოებით 70-75,000 ტონაა არმატურის წარმოება, მაშინ როდესაც საქართველოს შიდა მოხმარება მხოლოდ 55,000 ტონაა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს რესურსი სრულად დაიკმაყოფილოს მოთხოვნა და პროდუქცია ექსპორტზეც გაიტანოს. მიუხედავად ამისა, მაღალი თვითღირებულების გამო ადგილობრივი წარმოება წამგებიანი გახდა. წარმოება გააძვირა ენერგომატარებლებზე არსებულმა ფასებმა. როგორც მერაბ ლომინაძე ამბობს, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი ფოლადის მწარმოებლისთვის დაახლოებით 2-2.5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე თურქეთსა და აზერბაიჯანში, რაც ქართულ პროდუქციას არაკონკურენტულ არიანს ხდის. შესაბამისად, დარგი ამჟამად ვერ იყენებს თავის სიმძლავრეებს, რაც სამუშაო ადგილების დაკარგვას და ქვეყნიდან ვალუტის გადინებას იწვევს. ქვეყანაში გვაქვს ძალიან მაღალი დენის ტარიფი და ფასი. ქვეყანაში დღეის მდგომარეობით უკანასკნელი 2 თვეა წყალი იღვრება სიჭარბის გამო, იმიტომ რომ მომხმარებელი არ არის ამ ელექტროენერგიისა და ამავდროულად და პარალელურ რეჟიმში გაჩერებული არის ფოლადის წარმოების დაახლოებით 60%, ხოლო ფეროშინადობების საწარმოების დაახლოებით 40%. ეს ვფიქრობ, რომ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ნიშანი იმისა, რომ კერძო სექტორი სახელმწიფო შესაბამისი უწყებები უნდა დასხდნენ ერთად და შეიმუშაონ ის სამოქმედო გეგმა, რომელთაც მოხდება ამ 2 უმნიშვნელოვანესი დარგის სამუშაოება, რა სარგებლობს ქვეყანა ელექტროენერგიის ადგილზე გადამუშავებით და მისი ექსპორტით. რა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს ექნება დადებითი ცვლილებები იმ შემთხვევაში, თუ ეს 2 დარგი გულისხმობ ფოლადის წარმოებას და გულისხმობ ფეროშინადობებს ამუშავდება. ეს გაანგარიშებები არსებობს, შესაბამისად სახელმწიფოს გადასაწყვეტი იქნება ის პრიორიტეტები, რომელიც მან უნდა მიანიჭოს ამა თუ იმ დარგს. გამოწვევების მიუხედავად შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოდან ფეროშინადობების ექსპორტი გაიზარდა. წელს 4 თვეში საერთაშორისო ბაზრებზე 94.6 მილიონი დოლარის ფეროსილიკონ მანგანუმი გავიდა, რაც წლიურად 92%-იანი ზრდა. საექსპორტო ბაზრებს შორის თურქეთი ლიდერობს 20.66 მილიონი დოლარით, მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები 16.4 მილიონი დოლარით, სამეულში შედის ნიდერლანდები 10 მილიონი დოლარით, შემდეგ პოზიციებზეა იტალია და კანადა. ფეროშინადობებისა და მეტალურგიის სექტორებში არსებულ ტენდენციებზე უფრო ვრცლად მაყურებელს 19 საათიან გამოშვებაში ვამბობთ. მადლობა ელენე, რა ვითარება მძიმე მრეწველობის დარგში ელენე გოგბერაშვილი საუბრობდა. ისევ ენერგეტიკაზე უნდა ვისაუბროთ. PPA ტარიფებმა თავისი თავი ამოწურა, ენერგეტიკაში წახალისების ახალი მექანიზმებია საჭირო. ამ შესახებ დარგის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, მათი შეფასებით მაღალი ტარიფით გარანტირებული შესყიდვის გაგრძელება საფრთხეს უქმნის როგორც ინოვაციურ, ისე ტრადიციულ ენერგოტევად დარგებს. ენერგეტიკოსთა ნაწილი ელექტროენერგიის ნასყიდობის გარანტირებული ხელშეკრულებების შესაძლო გადახედვის იდეას უარყოფითად აფასებს. მათი განცხადებით, ამ მექანიზმის გარეშე ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების განხორციელება და ინვესტიციების მოზიდვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. საქართველოში PPA-ის რეჟიმი ძირითადად 2008-22 წლებში ახალი ხესების, ქარისა და რამდენიმე თბოსადგურისათვის გამოიყენებოდა. ხელშეკრულებები ESCO-სთან ფორმდებოდა. 2023 წლიდან კი სახელმწიფო აუქციონებისა და CFD ტიპის მხარდაჭერის მექანიზმზე გადავიდა და ახალი პროექტებისთვის კლასიკური PPA ეტაპობრივად ჩანაცვლდა. რა ვითარება მხარდაჭერის ნაწილში და რატომ ითხოვენ გაფორმებული ხელშეკრულებების გადახედვას, დარგის წარმომადგენელთა ნაწილი ნეკა გაზდელიანი
მოგეთქვისმენთ დეტალს, ეკაკისმენთ. მოგესალმები ნინო, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებმა თავისი როლი შეასრულეს და დღეს ქვეყანას განვითარების სხვა მექანიზმები სჭირდება. ამის შესახებ სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, მიზეზად კი სახელდება ის, რომ მაღალი ტარიფით გარანტირებული შესყიდვების გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის როგორც ინოვაციურ, ისე ტრადიციულ ენერგოტევად დარგებს. მაგალითად, IT Synergy-ის დამფუძნებელი მერაბ ლომინაძე მიჩნევს, რომ PPA-ების სისტემური შენარჩუნება საქართველოში ელექტროენერგიის გაძვირებას გამოიწვევს, რაც ქვეყანას საინვესტიციო მიმზიდველობას დაუკარგავს. ის აღნიშნავს, რომ უკვე არსებული PPA და CFD ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს ინვესტორთა ნდობის შესანარჩუნებლად, თუმცა ახალ ეტაპზე გადასვლა და მექანიზმების გადახედვა გარდაუვალია. ამასთან სახელმწიფომ კერძო სექტორთან ერთად ენერგეტიკის წახალისების ახალი გზები უნდა მოძებნოს და მაგალითად სახელდება საბანკო სექტორი, რომელმაც კაპიტალის მოზიდვა საერთაშორისო ბირჟებზე აქციების განთავსებით შეძლო. თუ კი ქვეყანა გააგრძელებს იმ PPA-ების თუ სხვა მსგავსი მექანიზმების გამოყენებას, რომელიც გულისხმობს ძალიან მაღალი ტარიფით ელექტროენერგიის გარანტირებულად შესყიდვას სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღებთ ძალიან ძვირი ელექტროენერგიის მქონე ქვეყანას საქართველოს, სადაც არანაირი წარმოების, ასე ვთქვათ, საფუძველი აღარ იქნება იმ დარგებისთვის, რომელიც გახლავთ ენერგოტევადი. ასეთი დარგები გახლავთ მაგალითად მონაცემთა ბაზების კომპანიები, ასეთი დარგები გახლავთ თანამედროვე AI კომპანიები, high-tech-ის კომპანიები. ეს არის 21 საუკუნის ბიზნესი, ეს არის მომავლის ბიზნესი და არ შეიძლება რომ ჩვენ ამაზე უარი ვთქვათ. უნდა გადაიხედოს ეს მექანიზმები, თუ რითი უნდა მოხდეს წახალიზება ენერგეტიკის, ის ხელშეკრულებები, რომელიც არსებობს და გვაქვს და არსებობს კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის, აუცილებელია მათი, ასე ვთქვათ, ორმხრივი ინტერესების ფარგლებში სრულად დაცვა, ხოლო ახალ ეტაპზე და დღეს აქეთ უკვე ფიქრი იმ მექანიზმებზე, რომელიც არანაკლებ წაადგება ქვეყანას და არანაკლებ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის განვითარებას საქართველოში. დღეს მდგომარეობით საქართველოში გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებით დაახლოებით 53 ელექტროსადგური მუშაობს, მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე თითქმის 500 მეგავატს აღწევს. გარდა ამისა, სახელმწიფოს გაფორმებული აქვს PPA ხელშეკრულებები კიდევ 160 პროექტზე, სავარაუდოდ, რომლებიც განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის ბოლოდან საქართველოს შეცვალა მხარდაჭერის სქემა და PPA ჩაანაცვლა CFD-თ, რაც აუქციონის პრინციპით მუშაობს. ამის შემდეგ კი ითქვა, რომ ამ აუქციონზე დაფიქსირებული ტარიფებით ხელშეკრულებების გაფორმების პრაქტიკა გაგრძელდებოდა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან. ენერგეტიკოსების ნაწილი გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების შესაძლო გადახედვის იდეას უარყოფითად აფასებს, მათი განცხადებით ამ მექანიზმის გარეშე ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების განხორციელება და ინვესტიციების მოზიდვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, რადგან ენერგეტიკული პროექტების მშენებლობა დიდ ინვესტიციებს და საბანკო გარანტიებს მოითხოვს. ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ ჰიდროელექტროსადგურებისთვის დადგენილი 6 ცენტიანი ტარიფის კი გადახედვა საჭიროებს, თუმცა არა შემცირების, არამედ გაზრდის მიმართულებით. PPA იყო ის მექანიზმი, რომელმაც 2013 წლიდან 2020 წლამდე დამატებითი 1300 მეგავატი შექმნა ქვეყანაში. დღესაც ძირითადად თუ ინვესტორს და ბანკსაც არ ექნება ესეთი ნათელი სურათი თუ რას უნდა ელოდეს 15 წლის განმავლობაში, თქვათ, ობიექტის აშენების შემდეგ ბუნებრივია არავინ არ მოვა და არავინ არ ჩადებს ამაში ფული. PPA-ის გარეშე არ აშენდება არც ქარი, არც ჰიდროსადგური და ასე შემდეგ. ჰიდროზე მაგალითად 6 ცენტი არის კილოვატ-საათზე 8 თვის განმავლობაში. მე ვფიქრობ, თუ დამეჯერება 6 ცენტიანი ჰიდროსადგურის აშენება არ შეიძლება. ეს ხდება უნდა გაიზარდოს აქაც ტარიფი. მილიონჯერ გავუქდა, მილიონჯერ დაბრუნდა უკან. ამიტომ ვეღარ ვგებულობ, უნდა გავაკეთოთ თუ არ უნდა გავაკეთოთ. საქმე იმაშია, რომ სანამ ინვესტორების სერიოზული დაინტერესება არ არის შენი ქვეყნის, მანამდე უნდა მოძებნო რაღაც საშუალება იმისა, რომ ინვესტიცია მოიზიდო და მოიყვანო. აი PPA მეტი არაფერი, თორე ჩვენ ახლა აწყობილი ქვეყანა გქონდეს, ეკონომიკურად გამართული და რიგები იდგეს საფის საზღვარზე, რომ ინვესტორები შემოსვლის და ბუნებრივია არ იქნებოდა საჭირო და არც უნდა გაკეთდეს, მაგრამ არ არის. არ მოდის ინვესტორები, ამიტომ აი აქედან ერთ-ერთი ღონისძიება გახლავთ მათ PPA-ების შემოღება, რომ დავაინტერესოთ და მოიყვანოთ. მესმის აძვირებს ეს საერთო ჯამში მოხმარებას, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიგო, რომ ეს არის ერთ-ერთი ღონისძიება ამ ეტაპზე, თუ ერთ-ერთი არა.
ფისკალური რისკების შესახებ სახელმწიფო საწარმოთა ანგარიში, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში პიპებით გამოწვეული პირობითი ვალდებულებები ბიუჯეტის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად ამისა, კონკურენციის გარეშე საინიციატივო შეთავაზებების მიღება კვლავ ზრდის ფისკალურ რისკებს, რადგან პროექტების ღირებულება ასეთ პირობებში, როგორც წესი, უფრო მაღალია, უფრო ვრცლად. ამ საკითხებზე 19 საათიან გამოშვებაში გიამბობთ. მადლობა ეკა, პირდაპირ ეთერში გაზდელიანი საუბრობდა. საქმის კურსი ამით დასრულებულია. 7 საათზე თქვენთვის საქმიანობებს ანა ლაპიაშვილი შეეჯამებს. ნახვამდის.